ივანიშვილის დავალებით ხდება ძალაუფლების კონსოლიდაცია ირაკლი კობახიძის ხელში, რასაც ფონად გასდევს დაპირისპირება გახლეჩა ქოცებს შორის, რა ვითარებაშიც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთის მხრივ ფული ამოიღოს კორუფციონერი ჩინოვნიკების მხრიდან და მეორეს მხრივ დასაჯოს, დაიჭიროს სამაგალითოდ ისინი, რომ დღეს საზოგადოებაში არსებობს ერთადერთი აღქმა, რომ ქართული ოცნება და ივანიშვილის გუნდი არის კორუფციაში, ძალადობაში, რუსული დავალებების შემსრულებელი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური მომავალი და ამის გაფერმკრთალებას, ამ ბრალდებების გაფერმკრთალებას ცდილობს ივანიშვილი ირაკლი კობახიძისთვის ძალაუფლების გადაბარებით და თავის მხრივ იმ წმენდით, ეგრეთ წოდებული წმენდით, რომელიც არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ქართული ოცნების ვერტიკალს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილი და მისგან მომდინარეობს ყველა ის დანაშაულებრივი დავალება, რომელსაც ჯერ ასრულებენ ქართული ოცნების წევრები და შემდეგ ამისთვის მიდიან საპატიმროებში, ციხეებში ან ემიგრაციაში.